დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები Media Holding-ის კვირისა და Palitra News-ის შრომით კოლექტივებს და ძალიან დიდ მადლობას გეუბნებით ორივე საინფორმაციო სააგენტოს აფხაზეთის პრობლემატიკით სისტემატიური დაინტერესებისათვის, საქმიანი დაინტერესებისათვის. რაც შეეხება არჩევნებს, იმდენად საინტერესოა ჩვენთვის, რომ ჩვენს ასე ვთქვათ, მშობლიურ მხარეში, საქართველოს ძირძველ რეგიონში მიმდინარეობს ეს პოლიტიკური პროცესები და უნდა ვფლობდეთ იმ ინფორმაციას პოლიტიკური თვალსაზრისით, რა გავლენები არის და რა პოლიტიკური ნებისმიერი პოლიტიკური აქტი რას ემსახურება. ეს არჩევნებიც იყო მორიგი ფარსი, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რიგარეშე არჩევისა, თქვენ უკვე ბრძანეთ, ვიცით რომ გუმბამ მიიღო 46%, არძიმბა 37% და დანარჩენმა ბარციცმა არშბამ ხორხუმალმა კიდევ ძალიან ცოტა რაოდენობა. მე პირდაპირ ვიტყვი რომ იყო თუ დაუჯერებთ რა თქმა უნდა de facto ეგრეთ წოდებული საარჩევნო კომისიის სტატისტიკურ მონაცემებს, სულ რეგისტრირებული იყო 150-ზე მეტი უბანი, მათ შორის ორი იყო რუსეთში, ერთი მოსკოვში და მეორე ჩერკესკში, ეს ყარაჩეო-ჩერკეზეთის რესპუბლიკა, ავტონომიური რესპუბლიკაა. დაგეგმილი იყო თურქეთში გახსნა, ცნობისთვის ვამბობ, უბნისა, მაგრამ საბედნიეროდ და სასიამოვნოა ამის ხაზგასმა, რომ თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აკრძალა იქ ასე ვთქვათ საარჩევნო უბნის გახსნა, სხვათა შორის დიასპორა საკმაოდ თქვენ მოგეხსენებათ, საკმაოდ ისეთია შტამბეშტაბია 200,000-ზე მეტი აფხაზი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა თურქეთში და იქ და 140,000-მდე დარეგისტრირებული ამომრჩეველი იყო, როგორც სტატისტიკა მოწმობს ამ ცენტრალური საარჩევნო ეგრეთ წოდებული კომისიისა 65-67%-მა მიიღო მონაწილეობა, ეს დაახლოებით არის 100,000-მდე ადამიანი, ამომრჩეველი 99,000 და მოსკოვშიც და ჩერკესშიც ასე ვთქვათ ხმის მიცემა გაიმართა. ჩვეულებრივი მომენტია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია აფხაზეთისა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ძალიან შტამბეჭდავი რაოდენობა ამომრჩევლებისა მიიღეს მონაწილეობა ამ არჩევნებში. სხვათა შორის აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა მკვეთრად შეზღუდული იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ საერთოდ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, თითოეულ დამკვირვებლების გარდა მონაწილეობა არ მიუღია ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ სახელმწიფობანას თამაშის მორიგი აქტი ჩაატარეს სოხუმში, თითქოს ეს იყო დამოუკიდებელი თავისუფალი გამჭვირვალე არჩევნების პირველი ტური. თქვენ მოგეხსენებათ, თქვენ საქმის კურსში ხართ, რომ 1 მარტს არის დანიშნული მეორე ტურის ჩატარება. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ საკითხებთან დაკავშირებით? აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ევროკავშირიდან, ზოგიერთი სხვა პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ამ არჩევნებმა. ერთ-ერთი ლეგიტიმური ორგანო აფხაზეთის სინამდვილეში ეს გახლავთ დევნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ და ზეგ ჩვენ სპეციალური დადგენილებას უნდა განვიხილოთ ჩვენს სტომაზე და ჩავთვალოთ, ეს სამართლებრივი აქტია, ჩავთვალოთ არაკანონიერად ჩატარებული ღონისძიება. ვინ მონაწილეობდა და რა შედეგზე შეიძლება ვისაუბროთ, რაც თქვენს და ჩვენს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებს აინტერესებთ. იყო თუ არა ეს აფხაზეთში ასე ვთქვათ, ყოფილი პრეზიდენტისადმი უნდობლობის გამოცხადება რაღაც დემოკრატიული მშენებლობის გზაზე გაკეთებული განცხადება. მე პირადად ვფიქრობ და უმრავლესობა პოლიტიკოსები საქართველოშიც და მის პარკლებს გარეთ ალბათ დამეთანხმებიან, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გადანაწილება
მოსკოვიდან დელეგირებული სახსრების და ინვესტიციისადი ხელმისაწვდომობისა ერთმანეთს ეჯიბრებიან ერთი მუჭა ადამიანები, რომლებსაც ცდილობენ, რომ მეტნაკლები ინტენსიურობით მოსკოვიდან de facto აფხაზეთის ბიუჯეტის შევსების სახსრების გამოყენების შესაძლებლობა ეს არის მაფიოზური წარმომადგენლები სხვადასხვა ჯგუფებისა, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას ცდილობენ გამოიყენონ მათ სასარგებლოდ და მერკანტილური მოსაზრებებით ჩვეულებრივი სახელი მარტივად რო ვთქვათ, დავარქმათ პოპულარული ენით რო ვთქვათ, თავის ჯიბეში მიუჩინონ ადგილი იმ სახსრებს, რომლებიც თითქოს და დემოკრატიული აფხაზეთის ხელისუფლების მხარდასაჭერად ხდება. ეს ადამიანები არიან რუსეთის და კრემლთან ასე ვთქვათ გარიგებაში შესული ადამიანები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს იგივე გუმბას, იგივე არძიმბას, იგივე ბარციცის განცხადებები, რომ ისინი მზად არიან აი ინვესტიციაზე და აპარტამენტებზე ცნობილი დადგენილების განხილვა, რომელიც მოხსნილი იყო ეგრეთ წოდებული აფხაზეთის პარლამენტის დღის წესრიგიდან, რომ ისევ დაუბრუნდნენ და იმუშაონ ამ საკითხებზე. უბრალოდ ეს იყო ამომრჩევლებისთვის გაკეთებული განცხადება, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გაკეთებული განცხადება, მაგრამ რუსეთს აწყობდა, რომ თავისი გავლენის გაძლიერებისთვის და აფხაზეთის საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის საბოლოოდ ჩამოშორებისათვის ამ პროცესის ამ ანექსიის ასე ვთქვათ ესკალაციის გაძლიერება. ჩვეულებრივი მომენტია მე პირადად როგორც აფხაზეთიდან დევნილ პოლიტიკოს და აფხაზეთიდან დევნილ ადამიანს იმდენად მაინტერესებს იქ მიმდინარე პროცესები, რამდენადაც ეს ჩემს სახლში ხდება და მაინც ჩვენ ინფორმაცია უნდა გქონდეს თუ რა პროცესები ვითარდება. აქვე მინდა ერთ გარემოებას გავუსვა ხალხში. თქვენ ყურადღება მიაქციეთ, ცოტა უცნაური გვარი აქვს, ხურხუმალი არის ადგურ ხურხუმალი, რომელმაც ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო, 1%-იც არ მიუღია. მან წინა საარჩევნო პერიოდში შეხვედრების დროს განაცხადა ერთი ფრიად ჩემთვის და დამკვირვებლებისთვის მნიშვნელოვანი რამ. მან თქვა რომ აფხაზეთმა როცა აღიარა რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაშინ ჩავაბარეთ ჩვენი დამოუკიდებლობას და ჩვენი დემოკრატია რუსეთს. და ასეთმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ჩემდა გასაკვირად ის 1%-იც რომ მიიღო მე ძალიან მიკვირს, მაგრამ ამ ხურხუმალმა არ ვიცი ახლა პოლიტიკურ სპექტრში მისი სახელი მაინც და მაინც არ ფიგურირებდა, მე დამატებითაც დავინტერესდი, მაგრამ ისეთი ახალი სახე არის თუ შეიძლება ბჭყალებში ასე აფხაზურ პოლიტიკაში, მაგრამ მან თავისუფლება მისცა გაუგონარი განცხადება გაეკეთებია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა შეიწირა რუსეთთან ურთიერთობამ. ეს არის პირველადი, ასე ვთქვათ, შეფასებები, ჩემეული შეფასებები აფხაზეთში ჩატარებული არჩევნებისა და თქვენი შეკითხვის მთავარი, ასე ვთქვათ, შემადგენელი გავლენას იქონიებს არავითარი ცვლილება და არავითარი პოლიტიკური გავლენა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თბილისთან ნორმალური სამართლებრივად გამართული ურთიერთობის დათბობისა არ უნდა ვიგულისხმოთ ამ არჩევნებიდან გამომდინარე. მინდა გითხრათ, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის რაღაცა მაფიოზური ჯგუფი, რომელიც იბრძვის გავლენებისთვის. თავის მხრივ რუსეთს აი ამ ორ კანდიდატს შორის მისგავი და მეორე ტურში ალბათ ურჩევნია რომელიღაც გამარჯვება უფრო მეტად. არ ვიცი, ვცვამ თუ არა ამ კითხვას. ანუ რუსეთის ინტერესი კონკრეტულად რომელ კანდიდატთან არის დაკავშირებული? აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვაა, აბსოლუტურად. ეს არის ქვაკუთხედი იქ მიმდინარე პოლიტიკური აქტის შეფასებისა. რა თქმა უნდა, ვინც უფრო დარწმუნდება ვის ასე ვთქვათ პარადიგმებში და გამონათქვამებში და პერსპექტივაში სამოქმედო იმედებში ვინც უფრო დარწმუნდება კრემლი, ის მიიღებს ხმას. ეხლა მე ვთქვი ეგრეთ წოდებული
საარჩევნო კომისია მეთქი და ის სტატისტიკა, რომელიც ცხადდება. ვინ ამოწმებს ამას? არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამაში მონაწილეობას არ ღებულობს. ისინი გაავრცელებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მსოფლიო საზოგადოებრივის თვალში, ასე ვთქვათ, წარმოაჩენს, რომ აი აქ ძალიან ისეთი დიდებული გამჭვირვალე, ასე ვთქვათ, არჩევნები ჩატარდა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის თავარი მხარდამჭერის გასulis ღონისძიება, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ მაპატიეთ, რომ ცოტა ჩემს პრიმიტიული შეფასებები ჭარბობს და ასეთი პოპულარული ენით ლაპარაკობ, მაგრამ ცოტას გადაუგდებენ სახრავად იმ ახალ არჩეულ პრეზიდენტს და დანარჩენი კრემლი გაატარებს თავის პოლიტიკურ, ექსპანსიონისტურ და ასე ვთქვათ, ეკონომიკურ, სოციალურ ღონისძიებებს, რომელსაც გეგმავს აფხაზეთში. ეს არის პირდაპირ ამ რეგიონის იმაში რუსეთის შემადგენლობაში, ასე ვთქვათ, გაერთიანების რაღაც ფორმით გაერთიანების მცდელობები. იქ იმარჯვებს ის, ვინც არის რუსეთის სატელიტი და გააკეთებს ყველაფერი იმას, რასაც რუსეთი უბრძანებს და მე შემთხვევით არ გამისვია ხაზი ხურხუმალის განცხადებაც, მონაწილეობა კი არა, განცხადებაც არის გასაკვირი, როგორ გაბედა მაგან და ამდენი ხანი ცოცხალი რო არის ისიც მიგვირს. მადლობთ.